წინა გადაცემაშიც ვანახე ხო ეს ცისფერი მთები და დღესაც მინდა რა, იმიტომ რომ კიდე ძალიან ბევრი ესე ვთქვათ ის უყურე ხა მაშინ საერთოდ არ ვაქცევდით ხო ამას ყურადღებას რა როგორ იყო და პრინციპში ეს ბოლო სცენა რომელიც არის ხო სადაც აი თქვენ გახსოვთ რომ ეს სურეალიზმი სადაც ხდება და ზოგი ფანჯარას აღებს და ამტრევს და ვერ აღებს და ზოგი ციკს კითხულობს და ვერ კითხულობს და ზოგი ასე ზოგი გივის ეძებს და ზოგი რასაკეთებს და ზოგი რას ხო ამ დროს შემოდის ესე ვთქვათ რაღაც ჯგუფი სიმღერით იყიდეთ რამე ხო გახსოვთ ეს რა ხო და აი ამის მერე ხდება ეს ჩამონგრევა ეს ყველაფერი რაც ხდება რომ იყიდეთ ნუ ხე რა სიმბოლო რისია რომ შემოდის კაპიტალიზმი ხო იყიდეთ რამე ეგ არის რა და აი ეს პრინციპში ეს ფილმი არის საბჭოთა საქართველოს გრევის პროცესი რა და მე ყველაზე უფრო საინტერესო რაც არის ხო ეს გრენლანდია რომ ვარდება და ეს ყველაფერი რო ინგრევა და ქაოსია და ზოგი ცუდად არის ზოგი ის არის რო გადიან გრენლანდია მაინც არა უიწყდება და მიაქვთ რა ეს მაგარია ეს და ესე იგი არის აი გადმონაშთი არის პრინციპში გრენლანდია ახალ ოფისში ხო გადააქვთ მერე რა იქ ახალში გადადიან და გრენლანდიას იქიდევენ რა ანუ ჩვენთან გადმოდის ეს გრენლანდია ხო ამ ეპოქაში რა კომუნისტური ეპოქის მერე და ნუ ეხლა ხედავთ რაც ხდება და როგორ ხდება. ერთი ეს ვიდეოც მინდა ნახოთ ყველამ ერთად, იმიტომ რომ და ეს აუცარი ვიდეოა თუ დავაკვირდებით რა. ბატონობას გამოდის რომ სოციალ ეგზემპლარები არ წარმოუდგენია. არ წარმოუდგენ. მე კიდევ დასახელო გადასცა. არ გამოუწია გორიას. აბა შემოწახელ. დაანებეთ ჩემს ოსტავი. დაანებეთ რა გიდა ჩემს. ეს ჩვენი სლოვაკთა დარბაზია ქალბატონო მედია. ძალიან გვიხარია ყველას რომ მოგზანდით. მოხარულები ვართ. მოგზანდით. როგორ არის ეს გადაწესებულება ვინ მოგიწვია? არ ვიცი ბატონო მასო. მოგზანდით. ხო. აბა მივესალმოთ მეგობრებო. გამარჯობა. ჩამოვარდა გრენლანდია და დაშავდა. ბატონო არ გაიტანეთ ეს სურათი. გაბადაძის გამოიტანე ბატონო. სურათი არ გაიტანე. გურმეზე არ ჩამოწერა. მოყვითალო ფერის გურმეზე არ ვიცი. დაგაკ შემოიტანეთ მე. ეხლა მე გააჩვენეთ ეს სურათი აქედან. მე ეს არ თურდე. ხობალაფერი მოვიდა ამ კაცკაც. ბატონაშო ფასი კარგი. ბატონო როგორ ახარ? ხომ არ შეგეშინდათ? გამარჯობა. ძველი კავალერისტი ხარ, ხომ გახსოვთ ბატონო ბასო? ბატონო ბასო, ნუაყვებით მანეგას. თუ გეშინიათ ბატონო ბასო. დაშივა მოგვინოთ. ტანკისტი ხარ. ომამდე. ძალიან კარგი.
Tabii. Gel böyle de. Ben nasıl Öyle. Bir tabii ki görmedim. Arap efendim. Artem Çaçanit. Sonete. Ძალიან კარგი. Distanția! Distanția ta cargo! Hadi, ekibres. Yudan savan konuş. Bu ekliyorlar. Ama yürü. Atonu yürü. Badalia kalar. Bato. Akhvati გვაღირსებენ. კაპრემონტის ფულს. სურათი გამოიტანეთ, ბატონო. ალე. ძალიან კარგი. ხუთი დამჭა. თელი შვებულება აგავატარეთ ეხლა. ხუთსაც აღარ მასლებთ? სად მიდიხარ? შვებულების უწყისები აგერმა. დამთავრდა ჩემი შვებულება. ფაქტიურად. კიდე ვიტყვით, არ ირყევა, ხო? არ ირყევა. ბიჭი საიდან იყო? შეგეშიდეთ, ჩვენ კარგად ვარ. ერთ დღეს გაგწვიტათ, ჭირვად სოფევა. აჰა, თქვენი უწყისები, ჰა. მე სახში მივდივარ. ეს მურვანიძეს გადაეცი. მე შენ ბაქში მივდივარ. თქვენ არ დაიშალოთ? განაგზეთ. სანეტებს, ბაქში წავიკითხა. კი ბატონო, გადაწყდა. სოსო სად არის, სოსო? ერთი სათაური დატოვეთ. დამიკავშირდით. ну აი მაგარია რა. თქვენ არ დაიშალოთ თქვენო და გრენლანდია გადმოვიდა ჩვენ ეპოქაში რა, მოკლედ რა. დაინგრა ყველაფერი და რა ვიცი, ყველა განსაჯოს და შეაფასოს რამდენად წინასწარმეტყველური ფილმი არის რა ეს და რაც უფრო მეტს უყურებ, მეტი რაღაცეები ხდება რა. აი დარწმუნებული ვარ შეიძლება თვითონ ბატონმა ელდარმაც ისე საფუძვლიანად არ იცოდა ეს ამდენი ის თუ იყო ამ ფილმში, იმიტომ რომ ეს რა ვიცი აბსოლუტურად სხვა მეტაფიზიკური ამბავია რა, მე თუ მკითხავთ ამ ფილმის წინასწარმეტყველება რა.